აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა საგანგებო განცხადება ნატოსა და ევროპაში ამერიკული ჯარების ბედის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა დაიმუქრა, რომ შეამცირებს ამერიკულ სამხედრო ყოფნას არა მხოლოდ გერმანიაში, როგორც ადრე დაფირდა, არამედ იტალიასა და ესპანეთშიც. მან ეს დააკავშირა აშშ-ის ქმედებების კრიტიკასთან ირანში და ბერლინის, რომისა და მადრიდის მხრიდან მხარდაჭერის არარსეობასთან. როგორც ტრამპმა განაცხადა, ციტატა: იტალიამ ჩვენ არაფრით დაგვეხმარა, ხოლო ესპანეთი საშინლად იქცეოდა. აბსოლუტურად საშინლად. იტალიაში უკვე უპასუხეს. იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ უარყო ბრალდება, თითქოს იტალია აშშ-ს საერთოდ არ დაეხმარა. მან განაცხადა, რომ სიამდვილეში იტალიამ თავისი დახმარება შესთავაზა საზღვაო უსაფრთხოების მისიისთვის. ეს ამერიკელმა სამხედროებმა მაღლად შეაფასეს. აი ტრამპს კი საერთოდ არ ესმის რას ლაპარაკობს. მაგრამ სინამდვილეში თუ დაუჯერებთ წინა ინფორმაციებს, დონალდ ტრამპის ამ განცხადებაში ევროპის უსაფრთხოებისთვის ცუდი არაფერი. თუნდაც ის მართლაც გადაიყვანოს ჯარები გერმანიიდან, ესპანეთიდან და იტალიიდან. ამ გამოშვებაში აგიხსნით, რატომ არის ასე და რატომ არ არის ამ ამბავში არაფერი ცუდი. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. Პული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მაშასე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლა უკვე იტალიასა და ესპანეთშიც ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირებით დაიმუქრა. ბრიფინგზე ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის კითხვაზე იტალიიდან და ესპანეთიდან ჯარების შესაძლო გაყვანის შესახებ ტრამპმა უპასუხა: დიახ, ეს სავარაუდოა, რატომაც არა. მან ეს აშშ-ის ქმედებების კრიტიკას ირანში და რომისა და მადრიდის მხრიდან მხარდაჭერის არარსეობას დაუკავშირა. იტალიამ ჩვენ არაფერში დაგვეხმარა, ხოლო ესპანეთი საშინლად მოიქცა. აბსოლუტურად საშინლად. და 30 აპრილის წინადრეს ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს გერმანიაში კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას, სადაც დაახლოებით 36 მილიონი იმყოფება. 5,500 ამერიკა. ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპაში სულ დაახლოებით 70,000 ამერიკელი ჯარისკაცია, პლუს იქ კიდევ დამხმარე პერსონალია. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. მიზეზი გახდა გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის კრიტიკა, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ირანში ომს მასშტაბური შედეგები აქვს გერმანიის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. და განაცხადა, რომ აშშ-ს და პირადად დონალდ ტრამპს არ აქვთ ომის დასრულების სტრატეგია. მერც ამატებს, რომ უკვე აშკარა ამერიკელები ომში ისე ჩაებნენ, საერთოდ არ ესმოდათ როგორ უნდა დაესრულებინათ და საერთოდ რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს. პასუხად დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი დაადანაშაულა ირანის საფრთხის გაუგებრობაში. იმამ გერმანია დაასახელა გატეხილ ქვეყნად და მოუწოდა კანცლერს ნაკლებად ჩაერიოს. ვაშინგტონის ურთიერთობები რომთან და მადრიდთან ტრამპის თქმით მომგებიანი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში. და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც ადრე საკმაოდ ახლოს იყო დონალდ ტრამპთან, უარი თქვა ირანის კამპანიაში მონაწილეობაზე, გააკრიტიკა ტრამპის განცხადებები რომის პაბზე და არ მისცა ნებართვა სიცილიაზე ავიაბაზის გამოყენებაზე. გახსენებთ, რომ რომის პაბთან დაკავშირებით ტრამპი უსაფუძვლოდ აცხადებდა, თითქოს რომის პაპი მომის პაპი მხარს უჭერს იდეას, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. და პიტ ჰექსეტმა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, სცადა ეს ომი წმინდა ომად. ერთგვარ ჯვაროსნულ ლაშქრობად წარმოეჩინა. პიტ ჰექსეტმა პირდაპირაც კი განაცხადა, რომ ეს ომი იესო ქრისტეს სახელით მიმდინარეობს. რაზეც რომის პაპმა თქვა, რომ შეწყვიდეთ იესო ქრისტეს სახელის გამოყენება თქვენი ომის გასამართლებლად. არ უნდა ამართლებდეთ თქვენს ომს უფლის სახელით. ეს როგორც მინიმუმ ღვთისგმობაა. ამაზე პენტაგონმა ოფიციალური წარმომადგენელი კათოლიკური ეკლესიიდან საუბარს დაიბარა და უთხრა, რომ ასე არ შეიძლება. თქვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. რაც შეეხება ესპანეთს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი აშშ-ის ქმედებების ირანში. ამის შემდეგ ტრამპი არაერთხელ მკაცრად გამოეხმაურა მას და ვაჭრობის ემბარგოთი დაემუქრა. და მაშინაც კი, როდესაც ესპანეთის ნატოში წევრობის შეჩერებაზე იყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მექანიზმი საერთოდ არ არსებობს და უცნობია, როგორ აპირებდა ტრამპი ამის განხორციელებას, აღნიშნავ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის იტალიაში განთავსებული იყო დაახლოებით 12,500 ამერიკელი სამხედრო, ხოლო ესპანეთში თითქმის 4,000 ჯარისკაცი.
აქვე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ Reuters-ის მონაცემებით პენტაგონმა შეიმუშავა სანქციების სცენარები იმ მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც უარს იტყვიან თანამშრომლობაზე, ასე ვთქვათ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიდეც შეადგინა კარგი და ცუდი ნატოს მოკავშირეების სია. აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია გაიყვანოს ჯარები, როგორც თავად თქვა, არასაიმედო ქვეყნებიდან. და გადაიყვანოს ისინი იმ სახელმწიფოებში, რომლებმაც ერთგულება გამოავლინეს ირანის კამპანიის დროს. და სწორედ აქ იწყება ყველაფერი ყველაზე საინტერესო და ყველაზე მთავარი. მაგრამ ჯერ მოვიყვებით იტალიის რეაქციაზე ტრამპის ასეთ განცხადებაზე. იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ დააკომენტარა ტრამპის ახალი განცხადება და აღნიშნა, რომ უბრალოდ ვერ ხვდება ამერიკის პრეზიდენტის ასეთი ქცევის მიზეზებს. პროზეტომ უარყო ბრალდება, თითქოს იტალია არ ეხმარებოდა აშშ-ს, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების საკითხში. ციტატა. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ჩვენი დახმარება საზღვაო უსაფრთხოების მისიისთვის. ეს ამერიკელმა სამხედროებმა მაღალ დონეზე შეაფასეს. ასევე აღნიშნავ, რომ იტალიაში არის 7 ამერიკული სამხედრო ბაზა. აშშ-ის ძალები კერძოდ უზრუნველყოფენ იტალიას საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომელსაც ჩაანაცვლებასაც 10 წლეულები დასჭირდებოდა. ამიტომ იტალიისთვის ამერიკელების წასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან რისკიანი იქნებოდა. ესპანეთის მთავრობას ჯერჯერობით არ დაუკომენტარებია ტრამპის ახალი მუქარები. სხვათა შორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანა ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ესეთ მკაცრ განცხადებებს აწვდება. გასუკვირას სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა პენტაგონის შიდა ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აშშ-ს განიხილავს ესპანეთის ნატოდან გამორიცხვის შესაძლებლობას. მაგრამ აქ ცოტა ფიდაჯერებლად, რა თქმა უნდა, ტრამპი ამ საკითხს ეკიდება. სრულად გასაგები არ არის, როგორ შეძლებდა ვაშინგტონი ამის განხორციელებას, რადგან არ არსებობს აშკარა პროცედურა, რომელიც საშუალებას მისცემდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი გადაწყვეტილება სხვა მოკავშირეების თანხმობის გარეშე მიეღოთ. და აქ მნიშვნელოვანია, როგორც ამბობენ, უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცალკეული ნატოს ქვეყნების დასასჯელად, რომლებმაც აშშ-ს ირანთან ომში დახმარება გაუწიეს, დონალდ ტრამპს შეუძლია იქიდან ამერიკული ჯარები გაიყვანოს და ისინი გადაიყვანოს სხვა ნატოს ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი, ლიტვა და საბერძნეთი, რომლებმაც უფრო მეტად დაეხმარნენ აშშ-ს ირანთან ომში. და ეს ქვეყნები, ერთი წამით დაფიქრდით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგია. ანუ ამერიკული ჯარები კიდევ უფრო ახლოს იქნებიან რუსეთის საზღვრებთან, რომელიც ევროპას ომით ემუქრება. პარადოქსი ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულნი ამერიკული ჯარების განთავსებით საკუთარ ტერიტორიაზე, რადგან ისინი რუსეთის საზღვართან მდებარეობენ. ისინი არიან იმათ შორის, ვინც ნატოში ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. და სწორედ ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ ერთ-ერთ პირველთაგანი, ვინც მზადყოფნა გამოხატა საერთაშორისო კოალიციის ხარდაჭერისთვის ჰორმუზის სრუტის კონტროლის საკითხში. რუმინეთმა მაშინვე დაამტკიცა აშშ-ის მოთხოვნა თავისი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტრამპს უბრალოდ იურიდიულად არ შეუძლია ნატოდან გამოსვლა, რადგან ამისთვის სენატის 2/3 ხმა საჭირო და ასეთი კანონის მიღებას თავის დროზე სხვათა შორის მისი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლობირებდა. გარდა ამისა, ტრამპს არ შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ამერიკული ჯარების რაოდენობა ევროპაში, რადგან 2025 წლის დეკემბერში კონგრესმა მიიღო შესწორება, რომელიც გრძალავს ამერიკული ჯარების შემცირებას ევროპაში. 76,000 ჯარისკაცის ქვემოთ 45 დღეზე მეტი ვადით. და მაშინ ტრამპმა თავად მოაწერა ხელი ამ კანონს. ამჟამად ევროპაში განთავსებულია დაახლოებით 70,000 ამერიკელი ჯარისკაცი, მაგრამ ეს რიცხვი იცვლება როტაციების გამო. ამიტომ ერთადერთი რაც ტრამპს შეუძლია გააკეთოს, არის ჯარის გადაადგილება ევროპის შიგნით. ანუ ის მართლა შეუძლია გაიყვანოს ჯარის ნაწილი ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან და გადაიყვანოს ისინი აღმოსავლეთ ევროპაში. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ეს საუკეთესოა, რასაც ევროპელები და უკრაინელები უსაფრთხოების საკითხში ელოდნენ. და ეს ვის კოშმარია? ვლადიმირ პუტინის. აქ სამთეთლს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან სპონსორობით YouTube-ზე. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში. იქ სხვადასხვა პლატფორმა, სხვადასხვა ვარიანტია. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.